მოგესალმებით. მადლობას გიხდით მომძანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ სტუდენტებს. ამ დისკურსი გახლავთ დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პლატფორმა. ეს არის სამეცნიერო საკომუნიკაციო პლატფორმა და ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენი კვლევის შედეგების გაზიარება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიული წრეებისთვის. მრავალფეროვანი ეს არის დისკურსი, დაწყებული დაუშვათ კვლევის შედეგების პრეზენტირებით, გაგრძელებული საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის შედეგების გაზიარებით, წიგნების პრეზენტაციით, ახალი წიგნების პრეზენტაციით და დღესაც გვაქვს გამორჩეული ამ დისკურსი. გამორჩეული გახლავთ იმით, რომ მართლაც გამორჩეული ადამიანის, გამორჩეული ხელოვანის 100 წლის საიუბილეო თარიღზე ხდება. ეს გახლავთ ბატონი ლევან ბაატაშვილი. გუშინ 12 მარტს უნივერსიტეტმა კინოფაკულტეტის და საქართველოს კინოაკადემიის მხარდაჭერით განსაკუთრებულად აღნიშნა 100 წლის იუბილე. გამოფენაც გაიმართა, იყო მისი ფილმებიდან ფრაგმენტები და აი ამ ფრაგმენტების ხელობა ძალიან კარგად გამოჩინა რა მასშტაბის ხელოვანი იყო ლევან ბაატაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საიუბილეო და დღეს ჩვენ კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ოპერატორი, რეჟისორი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ბატონი დავით გუჯაბიძე წარმოადგენს ძალიან საინტერესო მოხსენებას ლევან ბაატაშვილის პროფესიის ფილოსოფია და კიდევ დავძენ იმას, რომ წელს კვლევითი ინსტიტუტი ამზადებს მონოგრაფიას ბატონი ლევანის შემოქმედების შესახებ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფაქტობრივად უკვე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ამ მონოგრაფიის გამოცემასთან დაკავშირებით. მონოგრაფიის ავტორიც ბატონი დავითი იქნება. ეს ისეთი მომენტია, რომ კი მართალია რაღაც გარკვეული ტექსტი მოზადებული აქვს, მაგრამ შინაგანად იმდენად გადავსებული ვარ სასაუბრო ინფორმაციით, რომ გადავწყვიტე რომ მხოლოდ ხანდახანჩერდო ამას და მე გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რამხელა მეცნიერი ის არა მარტო მხატვარი, რომელიც ქმნის განსაკუთრებული საკითხაობას, ეს კინო, რომელიც ეკრანზე მიდის და ის რა თქმა უნდა მხატვრობაა და ის ამას აკეთებს, ამას ბევრი აკეთებს. ყოველთვის ოპერატორის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საერთოდ კინემატოგრაფის სამყაროში, მაგრამ ის აი განსაკუთრებულობა, რომლითაც შეხედავ გამოსახულებას და იტყვი, რომ აი ეს ლევან ბაატაშვილია, ხონდა სწორედ მას, მაგრამ მე თვითონ ვეძიებ ამას, რომ რა იყო ის, რითაც აი ეს, რომ ლევან ბაატაშვილის არის საგრძნობი ხდებოდა. აქ არიან ადამიანები, ვინც ბატონ ლევანს პირადად იცნობდა და ჰქონდა ეს ბედნიერება. და მასთან უსაუბრია, აუცილებლად შეამჩნევდა მის ფართო ერუდიციას, მეცნიერების და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. მას შეეძლო ერთ კონკრეტულ ნამუშევარზე საუბრისას ძალაუნებურად გამოევლინა საკუთარი ცოდნა ისეთ რადიკალურად განსხვავებულ თემებში, როგორიცაა ფერწერის კომპოზიციის კანონები და მედიცინა, ფოტოქიმია და მუსიკა, არქიტექტურა და ელექტრონიკა, ხელოვნებაცოდნეობა და კულინარია, ოპტიკა და ინდური ან იაპონური მითოლოგია, პოეზია და ფილმცოდნეობა. აი და ეს ყველაფერი მას შესწავლილი ჰქონდა არა დილეტანტური ინტერესის დონეზე, არამედ ღრმა მიზეზშემდეგობრივი კავშირების ძიების და დადგენის მოთხოვნებით.
ერთმა მისმა თანამედროვე კინოკრიტიკოსმა ასეთი რაღაც უთხრა, მეგონი შემოსած უთხრა, რომ ის იქნებოდა შესანიშნავი ხელოვნება მცოდნე, კინომცოდნე, წყინვალე რეჟისორი, მაგრამ გენიალურია როგორც ოპერატორი. აი რაში გამოიხატება მისი. მე ამას დავამატებ, რომ ის ძალიან დიდია როგორც მეცნიერი. იმიტომ რომ ის თავის ფილმებს აგებდა არა მარტო როგორც კინოოპერატორი, არამედ როგორც მეცნიერი, რომელიც ეძიებდა რაღაც მთავარს ეძიებდა ყოველი ფილმის გადაღებისას. ამიტომ მისი არც ერთი ფილმი არ არის ერთნაირად გადაღებული, მაგრამ იცნობა ყოველთვის, რომ ეს არის ლევან პარდაშვილის ხელი, კლასი, ასრულება. მოგთხოვა ლევან პარდაშვილმა პირველი ფილმი საქართველოში საერთოდ ის დამოუკიდებელი ფილმი გადაიღო თენგიზ აბულაძესთან ერთად ეს არის სვისი შვილები. ფილმი თავიდანვე ჩამეკრებული იყო როგორც ნეორეალისტური მიმართულების და სხვადასხვა ბატონო სწორედ ის რაც ჩვენ გვინდოდა და გაკეთებულა ნეორეალიზმი ეს მე ნაკლად ჩამოთვალეს და საზოგადოებრივ თუ არ უშვებთ. მაგრამ სანამ რამდენიმე დიდი პრიზი არ მიიღო საერთაშორისო ფესტივალებში. არ იდეა საბჭოთა ის პროპაგანდა, რომელიც ვაჭრობდა კინო ფილმებს. მართლაც აი როგორც შეხედავთ, კი, ნეორეალიზმია, მაგრამ არის ამაში ისეთი რაღაცა, რაც არის სწორედ ქართული ისეთი რაღაცა, როგორც აი მაგალითად ის რომ შავ-თეთრია და მართლაც ნეორეალიზმია, კი, ნეორეალიზმია, მაგრამ აქ არის ჯიმ შვანტეცი გრძნობა, ელისოც გრძნობა, აი აქაურობა რაც არის, აი ეს გაჟობილია. კი, ნეორეალიზმია, მაგრამ ქართულია ეს ნეორეალიზმი. ისეა გადაღებული კონკრეტულად თბილისი, როგორც ორგანიზმი. ნუ აქ შეიძლება იყოს ლაპარაკი ხერხებზე, რომ მას თამაურის გადაღებისას თან დაყავდა სარწყავი მანქანათა ასვავი როეცა ის კარგად გამოჩენილი იყო გრაფიკულად. კი, რასაკვირველია, ეს ტექნიკური საშუალებაა იმისთვის, რომ ტექნიკურად შედგეს გამოსახულება, მაგრამ ის რომ ეს ტექნიკური საშუალება უნდა გამოჩენილი იყო, აი სწორედ ამაში არის ბატონი ლევანის დიდი დამსახურება. და რაც თავარია, აი ამ კონკრეტულად. აი ეს თბილისი არის გადაღებული ოპერატორისთვის ყველაზე საშინელ დროს შუადრისას. და თბილისში. თბილისის შუაზე არის უსაზღვრესი გადასაღები ფილმისთვის. იმიტომ რომ მზე ეცემა პირდაპირ დაიღო 90 გრადუსით, თვალები ჩაშავებულია, გადანათებულია თეთრი, ჩაშავებულია რჩები. და ეს ითვლებოდა ძალიან დიდ ნაკლებად. მაგრამ ბატონმა ლევანმა მოახერხა და მოიფიქრა ისეთი რაღაცა, რითაც აი ეს გაათანაბრა და ეს უბრალოდ ლურჯი ფილტრი, რომლითაც ის ახლა ამ სპეციალისტები გაიგებენ, მაგრამ დაწუნებული ვარ, სხვაებიც ხვდებიან, ის აჭრიდა ზედა კონტრასტულ ნაწილს ფილის გრძნობიარობას და რჩებოდა ის ვისთვისაც შავ-თეთრ კინოში იყენებენ ფერად ფილტრებს. და იმიტომაც გამოვიდა ესეთი გამოსახულება. ალბათ შეამჩნიეთ, აქ კიდევ ერთი დიდი რაღაც გააკეთა ბატონმა ლევანმა პეტროდროგენასში, რომ გადაიღო არა უბრალოდ ნატოს
ნატოს რეაქცია ბავშვების დანახვაზე არამედ ის წარმოადგენდა ორმაგი ექსპოზიცია არ არის ორმაგი, მაგრამ ორმაგი კადრის სახით ის ჯერ გმირი ვინც არის და მეორე რაც ქვეცნობიერად გაიძულებს დაინახოს ის რასაც ფიქრობს ეს გმირი. ერთი წუთი დაი თუ შემძელი ოუდინავ გადავაყო უკან და აი შეხედეთ მეორე პლასტი შუშაში ირეკლება გარეკა ფონი ამისთვის მან სპეციალურად ვაგონზე მოაყვა პლატფორმა და ზემო აპარატი და ესე ჩვეულებრივად კი არ გადაიღო მიუდგა ძალიან შემოქმედებით იმისთვის რომ აი ეს ორმაგი გამოსახულება მიეცა რომელიც ქმნიდა ემოციის შექმნის ხარისხია სწორედ ეს რისთვისაც ის რასაც ის მეცნიერები დარწა მეცნიერები დიდი ადამიანის ქება აღქმის პროცესის მეცნიერული ანალიზით აი ასეთ კადრს დღესაც ძალიან ძნელად გადაიღებ ხელის კამერა ეს ხელის კამერითაა გადაღებული ალბათ კომპასით მასწავლებელი აი აქედან დაწყებული შეხედეთ ასაკმაუდა ასისტენტი მიყავს და ზუსტად და შედის ლონდონში რომელშიც განათლებული ხელსაწყოები იყო ატოლე ჩამოვიდა და გასწორებული იმიტომ რომ ფირი არც ისე მძნობიარე აქა და ის შვილისთვის სავსე გაბალანსებულად გამოიყურება სხვადასხვა და ძალიან მაღალი დონის გრაფიკული ხარჯი ეს კადრები რა თქმა უნდა გარდა ოპერატორული ნამუშევრისა ამცრავს ძალიან დიდ ემოციებს თუნდაც ხალხურ ბელას და მათაზოგბილაძის სოციალური კადრები რომელიც არც ერთი არ აქვს აქაც თბილისი ისეა გადაღებული როგორც არავის სხვას. ლეო მანდაშოძე შეიძლება ის რეფერენდუმის ისე როგორც არავის სხვა. ასაკუთრება. რამდენი ვინახია ეს ინტერიერი ეს ობიექტი გადაღებული, მაგრამ ასეთი ემოციურად მოქმედი ძალიან იშვიათია. აი ამაზე კი ნამდვილად უნდა მივახსენოთ. აქ გახსოვთ რომ ეს კადრი კიბეზე მომადის. ჯერ ერთი ის კიბე შეგიძლიათ ნახოთ იცით სადაც ფილარმონიასთან მუზეუმთან ის კუჩა. ბენგიშვილის გამზირის შეძლება ჩამოდის ფილარმონიასთან. იქ არის მეორე რიგში პირველი სახლი და ეს კიბე ცხოვრობ ზუსტად საერთოდ გვაგვინა ასე რომ ხოდა აი შეიძლება კიბე გავაგზავნო და მივხვდები 6 ნომერი დათიშვილის 6 ნომერი ადრე ყალბეგის კუჩა ყალბეგის 6 ნომერი გერმანელების აშენებული სახლი გვარა საქმე იმაშია რომ იმ დროს ძალიან დიდი პიარით ტერმინოლოგია გადიოდა რუსეთის გადაღებული კადრები კალატოზოშვილის ფილმიდან მithunenen წერილები. იქ მასა მოხდა მოსვლის შესაძლებლობები ქართული ფილმის რომელიც ყოველთვის რაც არ უნდა დიდი პროექტი ყოფილიყო მაინც ნაკლებია. იქ უზარმაზარი ლიფტი ააგო მაშინ რუსევსკი და იმით იღებდა მირების ასვლას კიბეზე აღბენას, ჩამოდგენას და ეს ხო ძალიან გაჟღერებული ეს რაღაცა მსგავსის განვითარება მეც მომიდობეო და ნახეთ როგორ გააკეთა.
გამოიწერა და დაგვიჭირეს. ხო ისიც. აი ასეთი ფორმა თვითონ კიბის ეს უფრო მოძებნია. თბილისის გადაღება ლევან პაარტაშვილს კინოაკადემიამ მოუწევს სხვა ფილმებში და მისი მომდევნო ფილმი სხვათა შორის დღე-პირველი დროკანასკელი პირველ რიგში პრიზით აღინიშნა სწორედ ვიზუალური გადაწყვეტის გამო და ეს ფესტივალი ჩატარდა მინსკში და მე ისე გამოვიდა რომ ჩემი პირველი მოცასკოლა სწორედ მინსკში აღინიშნა და სწორედ ვიზუალური გადაწყვეტის გამო და როდესაც დაურეკე პატრონელას და ты старый коммунитар это было именно в Минске ეს რა ვიცი რა მაშინ მომიჩვენა რომ გარკვეული პარალელიზმი იყო ამაში ახლა რაც შეეხება ლანა ვოლპერიცის ერთი ცისხვეში რომელიც შედგება სამი ნომერისგან აი ხატვარს აი როგორც ხატვარი რომელიც მუშაობს აი როგორც ფანქრიტს სხვადასხვა სიმძლავრის ფანქრიტი იცით ხო ორი შავი ფანქარი როგორია მე ემი და აი იმის დამიხედვით თუ რა ფანქარს არჩევს ხატვარი აკეთებს ემოციურ დატვირთვას რომელსაც ნახატი შეიქმნას და აქ ბატონ ლევანი წერს რაღაცას თავარი ის არის სადაც ხაზებია თავარი ის არის რაც ფანქრის გარეშე რჩება აი ის არის უბრალოდ მისაქცევი ასეთ რამეს მარიცი ვინმე სხვა უცხოელი ოპერატორი ასეთ რაღაცას თუ წერს მაგრამ მას ეს ხონდა და მიგაქცევინებდა სწორედ ამას აი ეს თავის ქალი მაია შედგება სამი ნოველისგან რომელიც სამი სხვადასხვა შავთეთრია სამი სხვადასხვა გრაფიკაა აბსოლუტურად ძალიან ცუდი კოპიო გვაქვს და ამ ნიუანსების ჩავლება ძალიან ძნელია მაგრამ მაინც იცით 1921 წელი ის გრაფიკა რომელიც ჩვენ გვახსოვს შავთეთრი კინოდან ამოდის. აი შეხედეთ საროვოდი. იმ დროს კინოფილმი არ იყო ისე სენსიბილიზირებული, როგორ ისე ვერ იღებდა კინოფილმი. იღებდა მხოლოდ ლურჯ, იისფერ და ცისფერ სპექტრს. ეს მერე გახდა რომ მწვანე ფერსაც იღებდა შავთეთრ ფირზე ლაპარაკი, რომ მწვანეს ხედავდა. სულ მერე სადღაც 50-იან წლებში დამთავრდა რომ მწვანეც, წითელიც და ცისფერიც ერთნაირად დაენახა შავთეთრ ფირს, მას ერქვა იზომანქრომატული ფირი. მანამდე კიდე მხოლოდ ნაწილობრივ იღებდა სპექტრს და აქ ეს აქვს ჩავლებული რომ პირველი ფილმი გადაღებულია თითქოს არასენსიბილიზირებულზე, მერე თვითონ პანქრომია და მერე იზოპანქრომია. და მეორე ფილმი გახსოვთ ალბათ ტრედები, აი ტრედებში გადაღებულია ჯონი პანონი არის ამ აქ კიდე ერთი რამე მოხდა. კინო
კინოგადაღება ანაკლიაში მიდიოდა განაკლიის პლაჟზე ყველაფერი მოგადაიღეს ის კადრები და აი ამ ჭაბუკონის ღამის გადაღების წინ მოვარდა შტორმი და დაანგრია ტემპერატურაც. აიღო წყალში საერთოდ. ღამის ხელახლა შენობა იგაგებული და თანაც არ იყო იმის გარანტია რომ ეს არ განმეორდება. კინოსტუდია ქართული ფილმის დიდი პავილიონში მოიტანეს ქვიშა დაყარეს სხვათა შორის მაშინ რკინიგზის ხაზი შემოდიოდა პავილიონში მოიტანეს დაყარეს და იქ გააშენეს ანაკლია ან გამის კადრებისთვის ამხელა ენთუზიაზმი და შესაძლებლობები აი ეს მიშერა არის ერთი პანორამა, როდესაც მიყვება თავის კალთაიას კამერა და მე ზღვაში შესული ამოკლებდა. ის გადაიღეს ანაკლიაში, სწორედ და იყო 30 მეტრის სიგრძის ანუს, რომელზედაც მიაგორებდნენ ურბანს. ეს ვიტაკო გულონდე სანამ თავის კალდაია გახდება წლის ქვეშ. აი ეს უკვე მეორე ნოველაა ტრენერი. არანაკლები დონის პანორამა ვინმე რუსოვსკის აქ აი ფრონტზე გაცილების მომენტი რომ არის გალდოზოვის ფილმში მიფრინავენ წეროები რომ მოდის მირსომ იყო ავტობუსი და რო ჩამოდის და დავწერთ რომ თქვენი ხმათა სამწუხაროდ ეს კარგად არაჩანს თორემ აი აქ ამ წეთი ჩამოდის მე აქ დიალოგის დროს გადაჭდება ურიკაზე ურიკით მიყვება აცილებს მეორე ეზონდე და ეს ყველაფერი ერთ კადრში და ბოლოს ხდება კადრით რომელიცაც ისახვება ამ მირს კიდეზე აი საოცარ გულწრფელია რომ ვერ მიშოვეს 100 სადაც შეიძლება ამაზე წარმოსახვითი კი არა რეალურად რომ საერთოდ ეს არის ერთი კადრი ეს თითქოს ასეთი რაღაც გადადება არ არის ძნელი მაგრამ ის თუ რა რიტმით რა შესაძლებლობები და რანაირად კეთდებოდა ეს მაშინ აქ მარტო ტექნიკაში არ არის სწორედ ის არის შესრულების ავტორობა ის როდესაც ამას აკეთებ მე საერთოდ ბატონ ლევანტოვის გონივრა რომ იმეგობრეთ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან იმეგობრეთ კონსერვატორიის სტუდენტებთან იმითი რომ აი ეს ცოდნა თქვათ მიგვეღო ადამიანებისგან რაკი ყველაფერს წიგნებით ვერ ამოკრიფავ და ნუ მე ახლა მუსიკალური განათლება მქონდა და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი მთავარი რაც კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს ეს არის მუსიკალური თეორია ეს შეიძლება ძალიან ისეთი მკაცრი ნათქვამია მაგრამ ის კანონზომიერებები რომელიც მოქმედებს მუსიკაში და კინოსაოპერატორო თეორიაში ძალიან გავს ერთმანეთს თუნდაც იმითი რომ ორივე მხოლოდ დროში არსებობს თუ არ არის დრო გერ არის
გაყინული. არც არის. თუ არ არის მოძრაობა დროში, მაშინ ეს კინო კი არ არის ფოტო. ამიტომ და ამის გარდა კიდევ იქ მუსიკის თეორია მოიცავს ისეთ რაღაცებს, რაც ძალაუნებურად შეიძლება კინოს აგების ტექნოლოგიაში ბიძგი მოხდეს. იგივე შეგუნებებმა, იგივე საფმოქმედების შეგუნებები რაც არსებობს, ხო? თუმცა შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ რასაც ვერ წინში ვერ წაიკითხა მომდეში. და ამას ბატონი ლევანი ყოველთვის უსვამდა ხაზს. ის ყურადღებას გვაქცევინებდა ისეთ რაღაცეებს, რაც თითქოს არ არის შეხებაში ჩვენ საქმიანობასთან. მაგრამ არა პრაქტიკაში, არამედ გონების მომზადებაში და შემოქმედებითი ადამიანის შემოქმედებითი უნარების განძლიერებაში. აი კიდევ ამბობს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემდებით კინო პროცესს თვითონ თბილისის მოსახლეობა, აი ტრენდების გადაღებისას იქ სახურავზე ეპიზოდი სახურავზე ხდება მოკლედ. ამბავი არის, რომ იყო ასეთი საქმიანობა ომის დროს, რომ ადამიანები იყვნენ სახლების სახურავზე და უყურებდნენ, რომ არ გამოჩენილიყო თვითმფრინავი და არ დაეგუებათ და რაღაც ზვერების ფუნქციას ასრულებდნენ. ხო და ერთ-ერთი ამ გადაღებისას თურმე ქვეი ამ სახურავის ქვემოთ ოჯახში ჭარიშავდა. საკმაოდ ძვირფასი და არ მოუღია თვითონ თავის თავს ეს პატრონები კინო პროცესის მონაწილეობა თვლიდნენ სრულფასოვნად და ეს დღეს თვითონ რომელიმე საკუთარ ფილმს გამოირჩეულად თუ აიმე ველას აი პრესკაში ეს კიდე სუსვანები შევკეთილი. შედარებით დაბალ კონტრასტული, მაგრამ ძალიან კარგად აგებული შუბჭიდული გამო. მაგრამ ხო მოგაცანეთ, აი სამი ნოველაში სამი სხვადასხვა შაბუთი. სამი სხვადასხვა დროის ბეჭედი. ნოტენგის არჩოზე ურანდა გაბუნია. კონტექსტს გამოხატავს ძალიან. ეხლა ხო აპრილი ვიქტორ სიაქსელი რატომ ჩადე ეს ფილმი? საქმეში ეს ფილმი თვითონ გადაღებული. უბრალოდ დამთავრებამდე ისე გაიჩინა ეს იოსებიანის ისტორიული მოხსენება, ყოველთვის ჰქონდა მძიმე დამოკიდებულება მაკონტროლებელ ორგანოებთან. და მასალას უყურეს, დაიწყო სცენარის ჩასწორებები რაღაცები და ვერ დაამთავრეს. რა ვერ გაიჩინა ხდება ხოლმე ასე. მაგრამ ეს კადრები არის ბატონ ლევანის და იპოვა მეთოდი, როგორ გადაერგო ნატურალ აბსოლუტურად ხელოვნური განათების გარეშე, მინათებებით
და ფედნელი, ეს იყო ლევანის ასისტენტი, რომელსაც დაუტოვა. წავიდა და მან დაამთავრა. სხვადასხვა იგივე მოხდა ტარკოვსკის ფილმზე სტალკერი. გადაიღო ფილმის მთლიანად ერთმა, მაგრამ ტიტრებში არა. რებერტთან ძალიან ესეთი გაზომილი ურთიერთობა ყოფილა. და ოპერატორად ნაშიშის მოწერია. რაღაც ხედავს. რამონის გრაფიკა. რიტმი ისე არქიტექტურულ ზოლოს სწავლობდა ალბათ ამან თავისი. გასაუბრებელია, მაგას ეს ფილმი აი ეს არის ახალგაზრდა გია ჭირაკაძე. მეუღლება ადამიანი, რომელსაც ყოველშემთხვევაში ჩვენ დავობის, რომელსაც ეთქვი, არნახი არ უყვარდეს. რამ ხელა შრომად დაუჯდა აკო ლევანს ამის გადაღება, მე ახლა ვეცემი აღიხსნა და ჩემი სასწაულს ეგია, რატო არ უყვარდა ამ ფილმზე საუბარი. კიდე გენიოსები კადრში. არის თვითონ მელოდია ცოტა ჩასიძებულის სინდრომი როა ცოლის ერთმანეთს არის ცოლის მეორე ცოლის მესამე და სულ ცოლის თავისი არცებია. სინდრომის და პრაქტიკულად სიკო დოლიძის ოჯახი. თვითონ ეგრე ეძახდა ხოლმე. არ უყვარდა ეგ ფილმი. მაგრამ მაგ ფილმზე შეიცვალა თვითონ. ეს კიდე სიგულის დისკი. Isn't
საქმე იმაში იყო, რომ ეს მხიარული კომედია, რომელიც გადასაღები იყო ძალიან კარგ მსახიობების ატმოსფეროში და კარგად შერჩეული მსახიობებთან, აღმოჩნდა, რომ ქართული ფილმი ტექნიკურად აბსოლუტურად მოუზადებელი იყო ამ ინტერიერებში გადაღებისთვის. რას ნიშნავს ეს? ინტერიერში მოგეხსენებათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაბნეული შუბის. აი ახლა მე გავიმარჯვებ გაბნეული შუბის ქვეშ ვიგება. თქვენც. და ნახაც შეიძლება ქმნიდეს ამჯერად შემოავალი შუბი. მაგრამ იმისთვის რომ ეს შეიქმნას, საჭირო არის გაბნეული შუბის ხელსაწყოები. ქართულ ფილმში გაბნეული შუბის ხელსაწყოები ყველა იყო გაგჭებული გაბნეული გადაცემა. ინდუს. და მათი შეკეთება არ იგონებარებოდა არანაირ საშუალებას. იყო მხოლოდ აი სხივის საშინელი ჭახის სხივის მიმნათებელი სხივის ხელსაწყოები. დიდი, რომ ვიტყვი დიდი პროფესიონალი მაიციან, ეს არის 18 კილოვატიანი როგორიცაა აი ჩანჩქერის სიმძლავრის ხელსაწყო, დამატებული ხელსაწყო. რომელიც იძლეოდა საშინელ შუქს, საშინელს ვამბობ თავისი სიმძლავრით და ჯერეთი სიცხიდაც. იმიტომ რომ მაგრამ გევანი მეუბნება რომ იქ ვიღაცა მსახიობი დადგა ამ ფილმის მიხედვით თავზე რაღაც გააკეთეს სასწრაფოში. საქმე იმაშია რომ ეს ультраისპირსკიების ჭარბი გამოყოფით იყოს ხელსაწყო ცნობილი და ნუ რასაკვირველია თითო ამ ხელსაწყოს გვერდზე ედგა თითო არა მარტო მისი მმართველი, არამედ ცეცხლ ფარეშიც რო ხანძარი არ გაჩენია. და იქნა ამითი ინტერიერების გადაღება შეუძლებელია. და მართლაც შემთხვევით ამბობს რომ როგორც ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე, ისე მულცამქროში იქნა შემთხვევით გზა გადაუღობა ფინური კალკის დიდმა რუნამ. და მიხვდა რომ მას ეს ძლიერი სხივი კალკაში უნდა გაეთარებინა და ეს გარბილდებოდა. ის რაც დღეს ყველა ფოტო ატელიეში თუ სადაც ფოტოსტუდიაში, ტელესტუდიაში რო ხედავთ ის რასაც softbox-ები ქვია, აი აქ გაჩნდა. ლევან პატაშვილის გააკეთა იმ დონეზე რომ კალკის ქაღალდი გადაჭიმა ფართო ჩარჩოებზე, ხის ჩარჩოებზე, გააკეთეს კაპლონის ლესკები თვითონწეს და ის დაუყენეს დიდებს კაი მანძილზე, რომ ცეცხლი არ გაეჩინა. წვანი იყო ცეცხლსაშიში. შემდეგ კი უკვე მომდევნო ფილმებზე, როდესაც ეს ტექნოლოგია უცებ გავრცელდა, გავარდა სპეციალურ ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარში ალბომდნენ ამ ფილმებს. ეს ეკრანები მან მოიტანა ჩვენამდე და ეკრანების არსის თეორია, აი პროფესიის ფილოსოფია, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის არა მარტო სხივი, არამედ კედლებიდან, ირგვლივ მიწიდან, რაღაც სხვა სხეულებიდან არ ეკლილი შუქი და
ჩვენ ამას ასე ვხედავ და ეს ბუნებრივია და ეს ასე უნდა იყოს. მან მას მიიღო, იმიტომ რომ იყო მეცნიერული ტვინის ადამიანი. ის ყველაფერს უმორჩილებდა იმ მიზანს, რომ მისი გადასაღები ფილმი ყოფილიყო დასამახსოვრებელი. რეჟისორისთვის ყოფილიყო ისეთი, როგორიც რეჟისორს უნდოდა და იქნება არც კი იცოდა, რომ მას უნდოდა. აი იმ დონეზე. და მისი ყველა ფილმი არის ასეთი. კიდე ერთი ტექნიკურად აკრძალული ფილმი. საერთოდ კინოგაქირავება ცოტა უცნაური ცენზორი გამოდგა ამისთვის და საერთოდ კინოსთვის. საქმე იმაშია, რომ კინოოპერატორის ხელოვნება არ არის ისეთი, რომ ოპერატორმა აიღოს ეს კადრი და წაიღოს. ეს ფილმში უნდა შევიდოს. ფილმი უნდა იყოს გაყიდვადი, უნდა იყოს ჩვენებადი. და სოციალური საბჭოთა კავშირის კინო წარმოების და კინო გაქირავების 75% იყო 16 მმ-იანი ფილზე მოგებული. აი მიმინო რო უშვებს. ინდურ ფილმს რო მოგდა კინო. ვაიზო მოგდა გატოვდა კინო. მოგახსოვთ ის ინდურ ფილმს რო აჩვენებს. ის 16 მმ-იანი უსტანობას უწევს. განადგარი. რატო? იმიტომ რომ გემებზე, წყალქვეშანავებზე, სამხედრო ნაწილებში, შორეულ აღმოსავლეთ სრულძახიან, აი დასახლებებში, ხო? ეს 35 მმ-იანი საპროექციო სისტემები არის. იყო ეს 16 მმ-იანი პორტატული გადასატანი აპარატური. აი ამ 16 მმ-იანზე რომ გადასული ასეთი კადრები, ამას ოტეკა, ანუ ტექნიკური კონტროლის განყოფილება ადევნებდა თვალთვს, რომ გაუგებარი არ ყოფილიყო. აი ასეთი კადრები 16 მმ-იანზე ცუდად გადადიოდა. თეთრზე რაც ქვია. ძალიან ცუდად გადადიოდა და ასეთ კადრებს ხორეთდნენ. და აი ეს ფილმი, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა როგორც აუხსნელი ოცნება ახალგაზრდობისა, რეჟისორი იყო მისი მიხეილ კალიკი, რომელმაც გულაგი მოიარა და განთავისუფლებული იყო. განთავისუფლებისთანავე გადაიღო ეს ფილმი. სოციალისტ მისი გადაღებული ჩელავი იძოძაც ლასონცი, ისიც კალიკის ფილმია. აი ეს ფილმი თეთრზე ისეთი გამბედაობითა იმიტომ რომ ამას გაბედვა უნდოდა, გაბედვა. სწორედ აპარატურა ობიექტივი ფირი ყველას ისაერთოებდა. ყველასთვის. ასე რომ მარტო გემოვნება საქმის სოდნა აქ არ არის საკმარის გამბედაობა საჭირო. და აი ეს გამბედაობა განსაკუთრებით დაჭირდება ამის შემდეგ ფილმზე რომანსის შეყარებულებზე ჩვენ ვიყავით იმაზე კიდევ თუ გამ გუშინდელ გამოფენაზე აი ამ კადრის გადაღების სქემა იყო დახატული როგორც მან თვითონ ჩაიხატა გადაღებამდე და რომლის მიხედვითაც დაიგეგმა აი ამ კადრის გადაღება. იქ არის ეს.
Сошел с ума? Не знаешь, что ты делаешь? Моим врагам такое счастье. Пусть берет тебе такое счастье, но бандит ему партийная мама. Ясмин? ამის შემდეგ მე პალატაშვილს ეძლევა საშუალება რომ გადაიღოს საოცარი ეპოპეა. დიდი არაუბრალოდ ხანგრძლივი, არამედ დიდი ენერგეტიკული და ინტელექტუალური დანახარჯებით დიდი ფილმი, როდესაც მას შესაძლებლობა ეძლევა რომ შორ პლანეტზე განთავსებული ჯარის ნაწილებს სხვადასხვა ელფერის შინელები ჩააცვას. ეს იმიტომ რომ იცოდა რომ მაყურებლისთვის საქმელად აი ის იონი იქნებოდა ის ციკლები იქნებოდა ის თეთრები თუ პირი. აი ამ დონეზე როდესაც ამის მოთხოვნილია კადრში მახსენდება რობი მიულერი არის ასეთი ოპერატორი გერმანელი, მაგრამ ამერიკაში პარიზი ტეხასი თუ აქვს ფილმი, აი ის ოპერატორია. ინტერვიუ იყო ამ ფილმის შესახებ მასთან და დამამახსოვრდა. პროდიუსერი რომ მეუბნება, რას იკლავ თავს, ამას რომ 95% მაყურებლებისა ვერ დაინახავს. რატომ მაწვავდა? პროდიუსერი. მეუბნები ვერ დაინახავენ, მაგრამ იგრძნობენ. აი, როდესაც შეგრძნების დონეზე კეთდება გამოსახულება, რა თქმა უნდა, მას უამრავი სხვა ნიუანსი აქვს. თვითონ ხარისხი ფირის გადიდება, თვითონ ის თუ როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი, რა ფილმზე უნდა იქნას დაბეჭდილი, ამას ამ გუზარმაზარული შუა, მაგრამ რაც თავია ის ამაში დევს. შესაძლებელია რომ ეს გაკეთდეს და იმისთვის რომ ეს იდოს, მას ჭირდება ძალიან მაღალი ტონის აზროვნება. დიდი შემოქმედებითი აზროვნება. გადაღებული არის ფაქტო ფორმატისთვის. მაგრამ სანამ ფილმი არ დამთავრდა, მას არ უნახია ეს ვიდეოკლიპი. პრომატარი გადაღებული. და როდესაც ნახა, ეგ ალოვი და გამომავიდა რეჟისორები. ერთმანეთს ემოწონა. Это же совсем другой фильм. ეს არის აი ამ ხელა ნეგატივი 70 მმ. თბილისში ამის პროექცია ჩვენ არ ქონდა და თბილისში არ ქონდა ზე არა ლაპარაკი. მოსკოვში მხოლოდ კინოთეატრ რასიაში იყო ამის პროექცია. ფაქტო ფორმატები. მედი არსა. და ეს 16 მმ-აზე გადაქონდოთ მე. ეს გადაქონდა და იმ ამერიკელებს ჰქონდათ 65 სტანდარტი პანავიჟენი და საბჭოთა კავშირში იყო 70 მმ. აი ამ ხელა ნეგატივი. სახში სრესკებს ვეძახით ჩვენ ოპერატორები, ნეგატივის სრესკები ქონდა შენახული ამ ფილმის. მთელი ფილმი ბრმად გადაიღო. აი ესეთი ამ ხელა კილო გადაიღო ბრმად. ხო და ნუ მოყვეს დაცოდა მე პროფესია. ფილოსოფია. პროფესიის ფილოსოფია იყო მან ისტორიაში. ბოლოს მე შოკის მომგვრელი ისტორია ქონდა ამ ფილმს. დომინოში მოუგო ალომა და ნაუმომა. იმან ალო არა, ვიტყვები ნაუმოვმა და ულიანოვმა დომინოში მოუგეს ბრეჟნევს. თვითონ YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ, ნაუმოვი ყვება, მაგას იმაში ჩეხოსლოვაკიიდან ბრუნდებოდა. აი აქ არის ის უკაცრავობა. აქ არის ის აი განათება.
ეკრანებით. თითქოს ცოტა მოგრძალებულად არის თითქოს. მაინც ისეთი დიდი პირის თავისი სპეციფიკა, მაგრამ როგორი კადრია. როგორი მსახიობებია. ეგ არის ჩემი თემა, დვარჟეცკი არის წარმოუდგენელი. სტარკოვსკისთან არის. აი ეს კარები, მისი მომონილია იქ გამოფენაზე იყო მაგ დეკორაციის სქემა. აი ეს დვარჟეცკიზე მონაპოლი შენ იცი გამები? მოცდა მე. აი სივაშის გადალახვა კიდე საერთოდ თემი ამავე, იმიტომ რომ სივაშის გადალახვა ლეგენდებად გადავიდა როგორც რევოლუციის ისტორიაში, ისე სამოქალაქო ომის ისტორიაში და ლევან მესეკაგდა რომ კიდეს ისტორიაში წაშიში. ეს ნამდვილად სივაშის გადალახვა. მეუბნეოდი გადაიღე იქითო და მოვიდი იქით რა, აი აქეთ არის გადასაღები. სხვათა შორის იმიტომ რომ ზედა დაიწყებული პერიოდიდან დაკარავს. ეს ისეთი ყურია, რომელიც დროდადრო გადის ხოლმე შავში და პრილივი და აკლივია. მოქცევა და მიქცევა. კარგად სასაცილო ისტორიას მომეუდა, რაც თანამომწონე მხედარზე, რომელმაც გადაღების დროს სამოგრაფები ჩაიწერა. მე ვთქვი რომ ეს კაცი არა ჩანს სამდო. არ დამიჯერესო და საავტობუსზე აკამეს. აი ეს არის გენიალური. აი ეგ ცაროფონუ და ერთი კვირა იღებდა მაგას. ეგეთი ცაროფონუ. ის შოქში ჩავარდა თავის ფილმი რომ ნახა ნაუმომა ყველა დაპატეჟა და ლევანს დაუჩუქა და უთხრა მე ესეთი რამე არ მინახია. ეს დრამა თუ შესაძლებელი იყო საბჭოთა კინოში მაშინ აი ასეთი ძალაუნებურად რევოლუციონერი. კი, ძალაუნებურად. იმიტომ რომ ის უბრალოდ კარგად იანია. ის მეცნიერულად კარგად იღებდა. ის არ შეიძლება ის, იმიტომ რომ ის ისე ვერ იმოქმედებს ტერმინი. ცხენების შერჩება ფერით. მაშინ იყო ამ საშუალება. და განსაკუთრებით მე უკვე მოგახსენებთ რომ კოსტუმების მხატვარზე მიგარაფო და ლაპარაკი კოსტუმებიო. აი მათ ცოტა მოცისფრო და ცმოდათო თეთრებსო და იმათ აი ციკლების აი ეს ბუდიონოკები და ვინცეხურა იმათ ცოტა მოცითალო ავისფრო გამოყიდო ის შინელები. რა შესაძლებლობებია პროდიუსინგის. არა და ალონსო ნაუმოს ამასე მანამდე ქონდა გადაღებული სკვერნი ანეკდოტი. ხო. რომელიც მოყვა ცენზურაში და ეს მეგონი რაღაც რეაბილიტაციისთვის იცეს ეს ამხელა. ფილმი რო ჩავარდნილი ხო რატომაც. ნეგატივი დამწვარია ხო იცი? ერთადერთი იმ სკვერნი ანეკდოტის ნეგატივი არ არსებობს. აკრძალული ფილმი იყო და დამწვარდა ერთადერთი ასლია დარჩენილი მარტო. სხვათა შორის ინჟინერია გადასაღები. აუ ასეთი. ნანახი გაჩერე? დევს ინტერნეტში. ხო.
მაგრამ ის კამერული ფილმი ამასთან ახლოს ვერ მივარ. არა, ხო და მე მგონი რომ ეს ამასთან რეაბილიტაციისთვის სწავლის ხელიანად. კი. თუმცა ესეც მიუღებელი იყო და თეთრი გვარდიაა და ბეგ ხო და ბელერი გვარდია. აი ეს არის ძალიან შთაბეჭდავი. ესა ამის შემდეგ თქვენ ნახავთ სიზმარს ხლუდოვისას ის საოცრებაა. ის შავთეთრი ფერადში. და ამას მეუბნეოდა, შოკია სიზმარი. აუცილებლად ჯანმრთელობას მოუვარდო, რატო? ესეთი კადრები გადაღებდა შენ რო გაციებული ხარ. ეს როგორ შეიძლება? ამ ხელა ამბავი მოკლედ და შენ ვერ ახალ კარგად და ვერ ქმნი იმას რაც უნდა შეიქმნას. აი ასეთი მიდგომა ქონდა და გარდაცვალებამდე აქ იმით ადრე მელაპარაკა კრების კულტურაზე. აი ეს უნდა ნახე როგორ რა იპოვესო აი იმაში მეთქი ლეონიდოვიჩი არა ეგ ჟურნალები გამოიწერე ჟურნალიო ეგ ძალიან კარგი ისეთი წერია რაღაცები წერია აი შეხედე აპირებდნენ ამის გადაღებას თურმე მიდიოდნენ სპეციალურად კასპიის ზღვაზე იქ სადაც მარილის საბადოები მაგრამ იქ ჩაყვანა ახლა ჯგუფის გადასაღებ აღმოაჩინა ქვიშის კარიერი უკვე მოსკოვში თვითონ ლეონ და გადაიხვა მაგრამ ისეთ რა შეესაბამება მისი ინტელექტი იმ ხელა წარმოსახვას მოიცავდა რომ მან იცოდა რომ აი ის გაკეთდებოდა თუ არა იმისგან და რა უნდა გაეკეთებინა რომ ის გამოდის ყოფილიყო და არა ის რაც გამოვიდა აი ეს არის საოცრება რომ ოპერატორის ხელოვნება არის ის რაც უნდა გამოგივიდეს და არა ის რაც გამოვიდა აი ამაში იყო ყოველთვის არ გადავაჭარბო გენია ან და მას აკეთებდა ისე უბრალოდ თვითონ იმ ხელა ძალაზდებდა მაშინ ერთი ის იყო უნება რომ შუქს ელოდებოდა რა შეიძლება ერთი კვირა რაც იყო ეგ მე მირადა ფუნქცია და დიდი აუ ბიუჯეტები ეს როდესაც ყველა მიუძრო რამ ხელა ოპერატორთან აქვს მაგრამ როდესაც ფილმი და როდესაც ფილმმა მოიპოვა პრიზი თორემ მანამდე ამ ფილმის ნეგატივი დაპატიმრებული ქონდა მოსფილმის დირექტორს მოსფილმის ლაბორატორიის დირექტორს როგორც ტექნიკური წუთი მე ექსპერტი სიტყვა გამბედავი ლევანმა და რა თვალსაზრისით აი გეტყვი საერთოდ კი არის არა ეს უკვე რამასაუბრებელი ხარ ეს უყვარდა თვითონ ეს ფილმი ძალიან რომანს უყვარდა მაგრამ თვითონ და კინოფილმს აქვს შესაძლებლობების განჯა აი აქამდე ვერ ხედავს სიმღერა და ამის იქით გადანათებულია და სულ ერთი ის ხედავს აი ამ მონაკვეთში მაგრამ აი ამასთან მიახლოვებული და ქვედა ზღვასთან მიახლოვებული გამოსახულება არ უნდა გქონდეს პირზე იმიტომ რომ კარგად რომ დაიბეჭდოს რაც და აი ის და ამიტომ ოპერატორები ცდილობდნენ რომ ეს გადაღებული მასალა მოეთავსებინათ ან ქვედა ნახევარში ან ზედა ნახევარში უხეშად თქვა დიაპაზონში რო ის გარკვეულ დიაპაზონში რომელიც ლევანმა აიღო ქვედა და ზედა ერთად რო ჩანდა აი გადასაჭარბებელს მიახლოვებდა ის რაც მკრეხელობა იყო ოპერატორს და პირველს რო იწერდნენ არ უშვებდნენ უბრალოდ ხო არ უშვებდნენ ყველა მთელი მასალა იყო გაყრდილი აი აქ ეს მეც შემიგერ თქვა რეჟისორებს ქმნიან მეტო ის ოპერატორებს დიდ ოპერატორებს ქმნიან გამბედავ რეჟისორებს რომლებიც მათ ემდობიან იმიტომ რომ იცის რომ ის უნდა გადაუღოს რაც უნდა და შეიძლება არც იცის რომ უნდა მაგრამ ის რომ ამას გააკეთებს და ამას ემდობა აი ეს იყო მიხალკო გაჩენოვსკი
სპეციალურად ამ ფილმისთვის ობიექტივი იყიდეს გერმანიაში და ელოდებოდნენ ერთი 6 თვე, რომ ეს ობიექტივი ჩამოიტანა. არიფლექსზე ერთ-ერთი პირველი ფილმი რაც გადაიღეს მოსფილმში, ეს რასაც ნიშნავს პროფესიონალურმა იციან, იყო ეს ფილმი. სოციალურ არიფლექსმა მოახდინა დიდი რევოლუცია კინოში, იმიტომ რომ ის იყო ჩუმი კამერა. და ჩუმ კამერას ჰქონდა დიდი უპირატესობა ის, რომ შეეძლო გადაღება არა მარტო გამოსახულების, არამედ ხმისა და არის. თორემ მომხსენებად დიპლომატიურ შეხვედრებზე დაცვა ეხარებოდა ხოლმე სტუმარს, რომელსაც იღებდა. და ცნობილი არის, რომ რომის პაპის დაკრძალვისას, როდესაც იურაბარამიძემ ჩართო კამერა, სროლა ეგულა რა, სერიოზულად. ყველას ეკვრით მე თვითონ აქვს ჩემი დაახლოებით ესეთი ხმით მუშაობს. არა? სადგურის სცენა აქვს მაგისი? არა და ის როგორ ის ეს არის მთავარი. ის ერთ-ერთი მთავარი ნამდვილად არის, მაგრამ აქ იცი რომელი მაგ უფრო ცხადად რო ჩანს გაცილება. აი შეხედე. აი ეს კამერა გადაიღო, მოგე გააკეთებინა რუალატო რუალზე ატარებდა არბენი. ზუსტ და უცებ ძალიან ბევრი მივხვდა და საბჭოთა კინოში რომ თურმე შეიძლება ასე გადაღება. არსებობს ესეთი გამოთქმა რომ ძალიან ბევრი მცოდნეო, რომელმაც იცის, რომ რაღაცა არ შეიძლება. მერე მოდის ვიღაცა, რომელმაც არ იცის, რომ ეს არ შეიძლება და აკეთებს. და ასე ხდება ძალიან ბევრი აღმოჩენა, მაგრამ ლეონა იცოდა, აი ამაშია საქმე, არ იცოდა და ისე გააკეთა, არა, იცოდა და ისე გააკეთა. შეხედეთ. სცენარი თეთრლექს. მას სხვანაირი გადაღება უნდა, არა ისეთი, რომელიც მაშინ იყო გაბატონებული. და აი თეთრლექსის შესაბამისი გამოსახულება.
ჩატარებული ის დიდი მანძილი საბჭოთა კავშირის საგზაო ზომები. ეხლა ამ ფილმის შემდეგ გადაიღო ძალიან დიდი ეპოპეა ლევან ბარდაშვილმა ამავე რეჟისორთან ერთად სიბირიადა, რომელიც სიბირის ისტორიას ყვებოდა 20 წლეულების თუ 10 წლეულების რამდენი სიუჟეტი იყო. ის ადამიანები, რომლებიც პირველ სერიაში ჯერარიდან და ჩდებოდნენ, მე უკვე მოზრდილი და ძალიან სერიოზული ნამუშევარი. ძალიან სერიოზული იმდენად, რომ იმაზე ასე ლექციაზე ერთი ლექციაში ვისაუბრებ. ის რაც მე ვიცი და სინამდვილეში რა იყო, ის რომ წარმოვიდგენთ რა. ერთმანეთში არეული მისტიკა, ისტორია, ზღაპრები, ფოლკლორი და რუსული სული, რომელიც გვერდიდან უყურებს კაცს, მაინც ქართველის დანახული რუსული სული. ძალიან მძლავრი გადაღებულია. არა უბრალოდ კარგი და დიდი, არამედ როიგრძნობა სიმძლავრე კამერის სული. არაჩვეულებრივი ხანძრები როგორი გადაღებულია ნავთობის ჭაბურღილზე კლასიკა საოცრად. თვითონ მეხანძრის დასაცმელი იცოდა და ესე მეხანძრი, რომელიც სითბოს ირეკლამს და ხელით იღებდა საოცარ კადრებს, შორის ინტერნეტში თვითონ ნიკიტა მიხალკოვი და რუსლან მიხარელიძე გადაღებდა ერთ-ერთი ქართველი მენავთობის ისტორია. ნახეთ, ეს ფილმი ნამდვილად ის მაგრამ მან აქ რა მოახერხა? სოფელი ააშენა პავილიონში. იმ სისტემით, რომელიც მან თოჯინები იცინია, შექმნა გაბნეული შუქის პრინციპი, მთელი სოფელი ბნელ პავილიონში ნათდებოდა ისე, როგორც უღრუბლიანი წარმოადგენს, უჩრდილო განათება, ეში. და მოდიოდნენ და უყურებდნენ როგორ იყო ეს შექმნა. სხვადასხვის იგივე პრინციპი იყო მე რომ გადაიღებს ცისფერეთებს აქ. მაგრამ იქ იყო უზარმაზარი, იცით რამდენი პავილიონი იყო? მთელი პავილიონი იყო, სოფელი იყო აშენებული. სოფელი, რომელიც გამოდიოდი, მიდიოდი სოფლის შუკაში, პატარა გზაზე და მითხრა რომ იცი რა შემოშალა. პატარა ვენტილატორები უნდა დამეყენებინა რომ ჰაერს ემოძრავა. თორე ჩრდილი არ იყო, ხელს დაადებია და ჩრდილი არ იყო. იმდენად დიდი აღმოჩენა გააკეთა. მე რა თქმა უნდა გაბნეული შუქის პრინციპებით აკეთებდა სხვა კითხვას. ეხლა აქ მინდა ჩემი ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო ფილმების გადაღება აქაც რასაკვირველია და სხვადასხვის მისი პირველი ფილმი არის გიგალო ფიფანიძის გადიმართვით ყველას. ტარასტიკოვის ფიროსოფიის ფილმის 95% გადაღებულია პავილიონში. და იქ შექმნა ისეთი წარმოსახვითი სამყარო, რომ იქ სინათლე კი არა. იქ ჰაერია განათებული, ჰაერი, რომელშიც შედის მსახიობი და ამ განათებულ ჰაერში ხედავ მასთან საუბარს, იმიტომ რომ ეს არის ზღაპრული სამყარო, წარმოსახვითი და ამის ინტუიტიური გრძნობა შექმნა. მე არ ვიცი ეს ფილმი ნანახი გაქვთ თუ არა ეკრანზე, საერთოდ სატელევიზიო ფილმი იყო, მაგრამ იქ ჩრდილი არ არის. ჩრდილი თითქმის არ არის. იქ არის მნათი სივრცე. ამ ნაცივცეში მოძრაობდნენ უთარმერონეთ ხუცეს რომელიც პერსონალს თამაშობდა და მისი გმირები. ესეც აი ეს ფილმი ნახეთ თუ არა ნანახი, თორემ მასტერ კლასი იყო. ეგ იყო მასტერ კლასი. შენც მან დიკავე და სტუდენტებს რო ასწავლიდა მაგ ყველაფერს. ეგ შოკი იყო რა. ეგეთი მასტერ კლასი სტორაროსთან არ ვინახია მე 84 წელს. ეს ფილმი
აი დიდი სურვილი მაქვს რომ კარგიას და მანავიამის სახელწოდება ფილმის განიმარჯვებელს ყველას. ოთარ მეღვინე თუ ოთარ თამაშობს ფილმში. და ამის შემდეგ რეზო ესაზესთან იგებს ფილმს წისქვილი ქალაქის გაგებაში. რა ხდება? რამდენიმე ჭადის მოვალული ადამიანი იდის წისქვილში რომ დააქვევინონ თავის სიმინდი რა, რაღაც 2 კილო, რაღაც 5 კილო რა. მაგრამ აქ რა ხდება იცით? მთელი ეპოქის სურათი არის დაჩვენებული მათ საუბრებში, სანამ მეცისქვილი მოვა და კაცნავარაძის ზურგის გაიგება ისია საოცრად. ну აი როგორ უნდა დააინტერესო ამ დროს მაყურებელი გარდა იმისა რომ თქვა კარგი მსახიობებია. მოდით შევხედოთ. რომელი წელია? 91 ეს არის რომელი ფილმი? წისქვილი ქალაქის გარეუბანში. ამ დროს უკვე ასწავლის ხო თეატრალური მე გიორგი ბერიძე და მე აია გამიცადეთ. გაგიმარჯვოთ ყველას. შეხედეთ უცებ რა სიტუაციაში აღმოჩნდა. ამ საზიზღარ ასმაზეც კი ეთქვა. საქმე იმაშია რომ აქ არის გამოყენებული ის პრინციპი რომლითაც ხედავს თვალი ტვინის კომბინაცია. მარტო თვალია. ობიექტივი თვალის ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ხედავს ტვინი ეს უასე არ იყოს. მაშინ უწასული ადამიანი როცა თვალი მიღია, ყველაფერს დაინახო და ისე. და სიზმარსაც ვერ ვნახავ. სიზმარი თვალდაყუჭული. თვალდაყუჭული მაგრამ სიზმარს ვხედავ. საქმე იმაშია რომ თვალი წამში 80-მდე მოძრაობას აკეთებს და აი ესე და სკანირებას აკეთებს და ეს ტვინი კრებავს და კრების გამოსახულებას იძლევა. და კამერას ამის საშუალება არა, ტვინი არა. ის მარტო გაჩვენებს თვალი რასაც ხედავს. მაგრამ აი ტვინი რასაც ხედავს ის რო შეხედეთ კომპოზიცია. იცით ეს აი ამითია გადაღებული. ეს არის ბიფოკალური ლინზა. ლინზა ეს მისი საჩუქარი. აჩვენებდა ეს მისი საჩუქარი. მე რაღაცაზე მჭირდებოდა და შენთან იყოს. ერთ-ერთ კადრში. შეხედეთ ქვემოთ ქვები. ვერ ვიტყვი რომ სოფლიო კინოში ეს არ იცოდება. უბრალოდ აი ასე რომ ფილმის გადაწყვეტის პრინციპი ყოფილიყო ასეთი რამე სოფლიო კინოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ალაგ-ალაგ გამოყენებული და ეხლა გაჩვენებთ ერთ კაცს როგორ არის გამოყენებული, ლასოლოვაჩს როგორ არის გამოყენებული საჩუქარი. ძალიან უყვარდა ოპტიკური მეჯოსი უყოლაფის. აი ეს კადრი. ეს არის სკორსეზეს ფილმი ნიუ-იორკ მიუზიკლი. და იქ არის ისტორია ლაიზა მინელის გმირი და რობერტ დე ნიროს გმირი. უყვართ ერთმანეთი შორდებიან, მე დიდი ხანი არ ვხვდები ერთმანეთს და მე ისე ვხვდებიან და როგორი ფსიქოლოგიური დაპირთით არის გამოყენებული, როგორ დაინახავს მრავალი წლის შეხვედრის შემდეგ თავის შემოარულ დე ნიროს შეხედეთ. ანუ როცა წინ ხედი და უკანა ხედი ორივე ფოკუსში და სიღრმეს ხედავ ასეთი რამე ჩვეულებრივი ოპტიკით შემოძლებელია.
აი გენიალურმა ფილმმა ეს და მთელი ფილმი გადაიღო იმ საკალოზე, რომელიც არის წარმოსახვითი და თანაც ასეთი რია. ამას კიდევ ერთხელ გამდედაობა. ეს კიდე ისეთი გადაწყვეტა, რომელიც არის ზღაპარი. თან ზღაპარი და თან რეალურია. ესე მწარე ზღაპარი. ეგ თქვი რაცა. სპეციალური ფილტრია. გააჩერდა თქვი. ეს არის ფილტრი, რომელიც სხივებს მიმართულებას აძლევს და სინათლის სხივებს საერთოდ ქმნის კადრში. იქ სხივები შეიძლება არცით. იქ ნუ ვინახეთ, ხო, სხვადასხვა საშუალებები, წილს ჩიმავენ და შუქს ურთამენ რაღაც. ეხლა მე რაც ვამბობ, აქ იმათ ვისაც გადაღებაზე გარკვეული პრაქტიკა აქვს, ხდებიან, მაგრამ ეს ბატონმა ლეონმა გააკეთა, რომ არავინ არ ჭირდებოდა და თვითონ სადაც უნდოდა ამ სხევის მიმართულებას აკეთებდა. მან აღმოჩინა თუ დააგვირა და მივხვდა, რომ ადამიანი, როდესაც ცენტრში ხედავს, ზეით და ქვემოთ გაგრინულია. აი ის, რასაც ხედავს და ამიტომ კადრი ახლოდან კი არა იყო ის, არამედ შედარებით შორიდან, მაგრამ ზეით და ქვით უდნავ ეხლა რომ ლარს უძახია, ოდნავ აი ესეთი გაგლარული და ამას აკეთებდა ჩვეულებრივი ცელოფანის პაკეტი. ცელოფანის, რომელსაც მაშინ ასე თავისუფლად ესეც არ იშოვებოდა სიგარეტის კოლოფის ეგ თქვი, ორი. სიგარეტის კოლოფის, აი ეს პაკეტი, რაც სიგარეტის კოლოფი იდებოდა. აი მას ხატავდა გუაში მე. როგორც მოუნდებოდა, პირდაპირ ნაგლად კადრში. მოუნდებოდა ქვემოთ მწვანე, მაგალითად ბალახი რო ყოფილიყო, მოუნდებოდა ცას დახატავდა ცისფერი ამბობ. პაპიროსის სიგარეტის კოლოფი რაშიც იდოეს პარკი. აი ეს და ყველაფერს ვამაგრებდით მე. კამერის წინ, ხო, ზემოთ ქვემოთ. კი, ყველაფერს აკეთებდა. ჩუქებს და ის სხვა ეფექტი. ელექტრონის ვარიანტია. ზემოთ არის აი ეს ცელოფანის პაკეტი. კონტროლი კონცენტრაცია წავიდეს შუაში. აქედან შეგვიძლია ესე იგი ვაზელინი კაპიტელი. სხვა რიგითი ოპერატორი ახლოდან გადაიღო, მაგრამ ეს იქნება პრიმიტიული მიკროფონი. მას რთული და ძალიან მაღალი დონის მოთხოვნილება ჰქონდა ჯერ საკუთარი თავისადმი მე სულ სხვადასხვა ეს ფილმის პრეროგატივა ჩვეულებრივი ეს ციფრული კამერა ძალიან არაადეკვატურად აკეთებს ამას. She's very good. ეს პავილიონში გადაღებული. არადა გომიათო ნამდვილი რედაქცია და არა, პავილიონში გადაღებული. ეხლა ვინმედის პავილიონი. 80% ალბათ, მეტი.
გასული გრევალი გაკეთებული. ფინალი ეს არის ჩემთვის ძალიან ჩემი გაკეთებული ის გასაცხადა და მე ვართან აღდგარება. ასევე ამას პრაგმატო სადაც შედის. 7 ნაკრება გამოტეხა დამიჩა. მანიჩკა იზავდა ცხოვრებული. აი გასე. არაჩვეულებრივი ხაბარი, გორე ხაბარი. არაჩვეულებრივი არის. აკეთება არ გინდა, ხო? Tell მეტროვკა საერთოდ. არა მეტროვკა არის, დიდი. Absolutურად სუსტეს ნელა შემიძლია ისმის და ამავე დროს პარალელურად არა, მაგრამ იმავე პერიოდში გადაიყო გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი შედევრი, მაგალითად პიროსმანი და ეს ფილმი არის საეტაპო ფილმი.
ვერის უნივერსიტეტის კარგია, საფრანგეთის მიშენდაჩენია. კი, მაგრამ ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა განათებულია ისეთი ეროვნული ტკივილით, რომ ძალიან ძნელად შეიძლება მიშენდა. პატა შენესარგინახი აქ. აი აქ ქონდა მას. მე ნამუშევარი ნუგზარა შევცვალე. ფოკუსზე შევცვალე ნუგზარა. ფოკუსზე კი, მაგრამ აქ ქონდა უზარმაზარი ეკრანები. ხო, 3 მეტრიანი ეკრანები მაქვს. უზარმაზარი და ცალკე თემა. და რატო? აი სწორედ აი მეცნიერულ თვალსაზრისით ბატონო, სრული სიბნელე ადამიანის თვალში არ არსებობს. თვით აი მაგალითად რომ ჩასვა ადამიანი, ხო, ცოტა ხანში რაღაცა ხდება ის ადაპტაცია. ადაპტირებას, და ის ხედავს, მაგრამ სადაც შუქი არ არის, იქ ჩრდილი ვერ იქნება. აქ კიდე ისეთი უმთავრო ღამეში მომხდარი მოვლენებია გადაღებული, ერთი სუფრიდან მეორეში რომ გადადიან ეს ლეკო და ნიკუშა. იქ სინათლე წარმოუდგენელია, მთარი შუქს ვიღაცა ოპერატორი გამოიყენებდა მთარი შუქს, რაღაცას ამან გამოიყენა არარსებული შუქი. ისე უზარმაზარი ეკრანებიდან მონათებული შუქის მასა. მოდა ის შუქის მასა რაღაც აბსურდს ვლაპარაკობ, შუქის მასა სადაა. არა, აი, როდესაც ნაბიჯს გადადგამ და შემოდიხარ სინათლეში. აი ეს არის, აი ეს მოახერხა, რომ ის ანათებდა არა საგანს, არამედ ჰაერს, რომელშიც საგანი შედიოდა. ეს რომ ჯადოქრობას უწევს. ჰაერი ხო, ჰაერის მასა არა, რა უნდა განადგურდეს? ისა ჰაერს. და იგივე ხასიათი ჰქონდა ინტერიერებშიც. აქ ლილიუს ელიანის ერთ-ერთი ბოლო მე კონტასტეური ნოს დიაგრამები
აი შეიძლება ჩაიკრაოს სამეცნიერო ნაშრომი. შეგახები ასოც. მეცნიერები მაშინ სხვა არ ქონდა. მეცნიერები არა. ორი და რვა ქონდა დიაფრაგმა და ის ორი და რვა სასწაულად ორი და რვა იყო. შემიძლია ეს რაღაცა იმუშავა და ჩამოთვლილი შეუსწავლება ის თავი ქონდა. იქ გამოფენაზე იყო კადრი ახლო ხედების კადრი, რომელიც გაჩვენებდა ის პრინციპი როგორი იყო. საქმე იმაშია, რომ აქ ავტობუსში უნდა ყოფილიყო მთელი სამყარო ჩატარებული. რომელიც სამ მიდის, არ ვიცი, იქ ვიღაცა რუსლან მიქამელიძე ავტობუსთან მაგდებს ძღოლი თვითონ ძღოლი აგდებს? ხო, გადააგდებს იმას. არა, კაპიანიძე მე მოსაყვარებს. ურამეტრიაში. ვინ წარმოიდგენდა იმ დროს, რომ ეს ასე მართლა ესე მოხდებოდა. არა და როიტყვენ პაპალშოუშო მართლა ეგრე მოხდა. კი. არეკული მე ის ოცნება რომელიც განათებულ იკარუსით რო ხდება და რამდენიმე მოასწრებს და გადაჯდება და სხვა რჩევიან ამ გაფხარებულ ავტობუსში და ძალიან იცი კი კომედია მაგრამ ტრაგიკული და როგორ იყო ეს გადაღებული საქმე იმაშია რომ დაფინანსება შეწყდა როდესაც ზამთარში გადაღებული იქნა პირველი ავტოსადგური და მე გაჩერდა ფილმი, იმიტომ რომ დაფინანსება შეწყდა. მოვიდა ფული გაზაფხულზე. გაზაფხულზე აყავდა მთელი ის გზა, სადაც უნდა ყოფილიყო გადაღებული. რა უნდა? გადაიღოთ ის რაფია, გარეთ რომ მწვანეა და აი სამ გამოჩნდა კიდევ ერთი ბატონი ლეონის თემი. მაშინ სამხედრო ნაწილები იოლად ემორჩილებოდნენ კინოგადაღებას, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში კინო ტექნიკა და კინოტექნოლოგიები იყო სამხედროებზე მიბმული. კინოაპარატურას რომ აძლევდნენ კინოკავშირის ყრილობაზე, რომ აი არ ვარ გაფირი, არ ვარ იქ პირველ რიგში იჯდა თავდაცვის მინისტრი და სტუდენტები იწევდა ამ შენიშვნებს. რომ ეს უნდა მიეხედა და ბოლოს აი თავდაცვის მინისტრმა ნუ გამიჭირეთ საქმე რამდენი კამერა გინდა იმდენ არიფლექს გიყიდით. ოღონდ დამანებით თავი ამის გამოსწორებელი მიაღწია. იმიტომ რომ კი ბევრ ამას იპარავდნენ ნიქვი მაგისტრის არსებობა რომ ბევრი საზოგადოებრივი ტექნიკა მოეპარა, მაგრამ ისე ვერ იპარავდნენ, იმიტომ რომ იქ სხვა ფოლადი ქონდა ამას ტანკის ფოლადი ვერ აკეთებდი. ხო, ტანკის ფოლადი ვერ აკეთებდი ამას და ძალიან ბევრი ბრაგი იყო. ეს კი რა დოლი იტალიური იყო ასეთი, ვისაც ბატონ ლეონის აგებდა. იმისი ასლი გააკეთეს 50 და არც ერთი არ მუშაობდა. რა, იმიტომ რომ რეზინი იყო სხვა, რეზინი რაზედაც უნდა ესრიალა და იტალიურზე თუ სრიალებდა ამაზე ხტუნავდა. საბჭოთა გადახაზა ჩეკი ყველაფერი გადმოიტანა ერთ-ერთში და ერთ-ერთში მე ფოტოები გადავუღეთ ერთ-ერთში წავიღეთ 31 ქარხანაში იმათმა გითხრეს რომ რაკეტას იმას ვაკეთებდო რაკეტას ზიმლია ვოზდობს და ამას ვერ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთეთ აი ასეთი იმიტომ რომ ამას სპეციალური ტექნოლოგია ქონდა მიუხედავად იმისა რომ კინოკამერებს აკეთებდა სამხედრო ქარხნები რომლებიც ავტომატებს აკეთებდნენ და გაუბიცებს და რაღაცებს მაგრამ ვერ აკეთებდნენ იმიტომ რომ იქ სხვა ფოლადი უნდა ტანკის ფოლადი აქვს ლულის ფოლადი აქვს სხვა ფოლადი აი ეს იყო ნამდვილად ამიტომ ძალიან ფასობდა საზღვარგარეთიდან ნაკიდი ნამდვილი კინოკამერები და დღემდე დგას ქართული ფილმის მუზეუმში დებრიკა კინოკამერა ხო რომელიც გაკეთებულია 1920 წელს და 88 წლამდე მუშაობდა შეაკეთებდნენ მომდევნო სიცოცხლეს მიცემდნენ და დღეს არის ამ მუზეუმის მშვენივრება ეს დებრიკა ხო და რას ვამბობ სამხედროები
ერთი მხრივ ხო ასეთი უბედურება იყო სამხედროებთან ურთიერთობა. მეორე მხრივ იყო ჯარი გჭირდებოდა ახლა ბატონო. და ერთი 200 სალდატი გინდა კი ბატონო 1000 გინდა არი. ამიერკავკასიის ჯარების მთავარი ცენტრი ხო თბილისში. ცხენოსანთა დივიზია ხო, ვისა ჯარისკაცის მამისთვის ხო გჭირდებოდა ეს ყველაფერი სამხედროებთან შეთანხმებით ხდებოდა და თქმა არც იყო საჭირო. მოდიოდნენ ეგრევე ამას. იცოდო კინოს მიმარები. ეს ნამდვილად იყო ის დიდი უპირატესობა რაც დღეს მე მგონი გამოვა და არა. ხო და ლევან პანტაშვილმა სამხედრო ნაწილს თხოვა გოლის გამშვები მომენტი. ის უშჭირდებოდა ეს გოლი. სამხედრო უშჭირდებოდა იმისთვის რომ ლანდშაფტი დაყავო გოლით და ნაწილების გადაადგილება არ გამოჩნდეს. მოწინააღმდეგე და კინო გადაღება მიდიოდა შემდეგი სახით. წინ მიდიოდა ეს ბოლის მანქანა. მერე ზედიკო ჩამული ეს ავტობუსი სადაც ხდებოდა მოქმედება დაიჭრა სხვადასხვა საშინელი სული ხონდა იმპერატორი. მე კიდევ დიმშაჭი. მე კიდევ სპაზმი მიდიოდა და რა. ბოლოს ესე იგი ხისტი გადავიდოდა. რომ მომძიმი იყო. მერე იყო ლიხტვაგენი არის ელექტროსადგური დენის გენერატორი რომელიც განათების სისტემას ამუშავებდა. იმიტომ რომ ავტობუსი ჭერი ამოწევი ქონდა და ზეიდან განათება იყო ასე მინდოდა. ესეც იყო ნახაზებში ჩვენ. და აი ასე ეს სამი სპილოებრო ჩაერთები რომელიც ეს სამი ობიექტი ერთად მოძრაობდა. და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ განათებელი გოჯო ხო აი გოჯოს უწოდებენ მინასების ერგო ხო ხელში ეჭირა კაბელები აი ახლა ესეთი 800 ვატიანი თუ რაღაც ხო და აი ესე მიყვებოდა ამ ორ ავტობუსს შორის გადამული რომ არ გაგლეჯიო ეს და ძის გადავამი რომ ერთად ესება დემა და ის როლა აი 10 მეტრს შორის ამ პატარა ტანის კაცი და მოვიდნენ ეს ფიშა დააყენეს თუ რაღაცა ეს მოსულიერეს ეს კაცი და რეზო ო აი ეს სერიოზულად და რეზო ესაძე მოვიდნენ უფლებს ემაჩუქი ერთხელ კიდევ უნდა მოვიდე ჩემი ფილმის ნო რეზო ესეთი არტისტული გუნების კაცი ნახულობ შემოეცემა ხო და აი ეს ბოლი ვის უჭირდებოდა დაფარა გარემო მთლიანად ფერში და შიგნიდან აი იმ ცელოფნების დამატებით შექმნა ისეთი სიცივე რომ ხალხს ოქლი ასხამდა და კადრში ქცივა რო უყურე ქცივა აი ის რობინ უილემის სიტყვები რომ ვახსენე რომ ვერ დაინახავენ მაგრამ იცი აი შედეგი არა ეს იზამთარია რომელიც გადავიდა არა ეს ბატონი ბათა შენის მოტივი რომ ავტობუს სახურავი არ ქონდა ხო კი თქვი ადაქსინი სახურავი შესაძლოა თვითონ უწერია რომ ვაჩვენო ის მენდეს ეს ფილმიო და გაგიჟდა რომ შენ სადიდექი სადიდო კრის მარკერს თუ კრის მარკერს კრის მენდესის კი პატარა ზუმი არა ის მომდა ასოცი კენონი 25 ასოც ხუთმაგია რა საერთოდ მე ნიუკის დაუბრუნდეს უკმაჩუკა ნიუკის სტრასბურგის ზემს რატომ ეს გენიალური დიალოგი ერთი ასკონდა ოპტიკური გამოსახულება ერთი აცი გარკვეულ
ერთმანეთში არის გარეული მისი და ჩემი გამოშვება. მაგრამ როგორი მუხტით არის გადაღებული?
ფილმმა დროს გაუსწრო. ან დააგვიანა. დღეს მე მგონი რომ დავამთავროთ ეს დისკუსია. დანარჩენი ალბათ თუ მოვახერხე იმის ღირსეულად დაწერა ამოშთება წიგნში და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაუსვამს ხაზს თუ როგორ უდგებოდა ლევან პალატაშვილი თავის საქმეს იმ საქმეს რომელიც მისთვის იყო არა მარტო შემოქმედება არამედ ღრმა მძლავრი ინფორმაციის მომთხოვრი მეცნიერება ის მეცნიერებით აგებდა რომელიც ამ თითოეულ თავის ფილმს ამიტომ გაგიკვირდება რომ ამდენ რამეს როგორ ითვალისწინებდა ერთდროულად მე ამასინა მომიწია თარგმნა წიგნისა პიტერ უელერის წიგნი გამოვიშვი ჩვენ კინოოპერატორის პრაქტიკა იქ მაქვს ასეთი მე კი არა საკურს აქვს ოპერატორს რაც ევალებო და ოპერატორს წვრილი შრიფტით დაწყობილი 4 გვერდია და თუ გაინტერესებს წაიკითხები მაგრამ პრაქტიკა ამას ყველაფერს მოგცემთ იმდენი რამია ოპერატორის საქმიანობის შესახებ ისეთი სურათებიც არსებობს რომ კაცს გას და ერთი 40-მდე სხვადასხვა ამოცანა სანამ თიც დააჭერე სანამ თიც და ამას კიდე ისე მატებოდა ბატონი ლევანის ინტელექტში ის რასაც თვითონ გძნობდა და ეს იყო მეცნიერება დიდი მეცნიერება და დიდი პოეტიც სხვადასხვა იმიტომ რომ მე ყოველთვის მახსოვს მისი სიტყვა русულად ვითხრა ერთ-ერთ ნამუშევარზე ну что это такое пришел снял ушел мопеды надо выстрадать каждый день ქართულში ეს ვისტრადაც ვიყავი და გამოიტანჯო და განიცა ხო აი განიცადო ხო ეს ის მაგრამ უნდა გამოიტანჯო გამოშრომით და წვალებით უნდა მიხვიდე ამას მე და აი ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამოსატანი აი ლექსი აი ამის ანალოგად მიმაჩნია კინემატოგრაფში დიდი კაცი ერთი ფრაზით მინდა დავასრულო ჩემს ძალიან დღეს კინემატოგრაფს მხოლოდ თავის საქმის პროფესიონალები კი არ სჭირდება, არამედ პიროვნებები, რათა თამამად შეძლოთ ოპერატორის კეთილშობილურ საქმეში ახალი გზების გაბანა.